65 წლის მიტროპოლიტი იობი შესაძლოა პატრიარქის არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყოს. რუის ურბნისის ეპისკოპოსის გვარი კანდიდატებს შორის მაშინ გაჩნდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ მეუფე ისაიას და მეუფე დანიელს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ. დღეს როგორ ფიქრობთ, ისაიას და დანიელს წართმევენ შანსს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა? არ ვიცი, ჩამოყალიბდებით წინასწარ რა უნდა ვთქვა. წმინდა სინოდის 6 საათიანი სხდომა ისე დასრულდა, რომ პასუხი ვერ მივიღეთ. ოფიციალურ განჩინებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, შეუძლია თუ არა კანდიდატს. ამ შემთხვევაში მეუფე დანიელს, რომელიც 70 წლისაა და მაისში 71-ის ხდება არჩევნებში მონაწილეობა. სინოდმა იმსჯელა ვერ შეთანხმდა და საკითხის განხილვა 3 კვირით გადადო. მეუფეშიოს ამ კანდიდატების ეშინია? არ მგონია. არ მგონია. თქვენ მოსაყრეს დაუჭერთ მხარს? არ ვიცით, ჩვენ რომ ჩამოვყალიბდებით 40 წლის შემდეგ გადაცდება მაშინ. მოსაყრეშიო ერთ-ერთი კანდიდატია და არა ერთადერთი. სინოდის წევრებმა ხანგრძლივი სხდომის შემდეგ თქვეს, რომ პატრიარქობის შანსი ყველასთან ებრად აქვს, რადგან მოსაყრეობა მემკვიდრეობას არ ნიშნავს. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? მეუფეშიოს აქვს პატრიარქობის შანსი? ყველასაა პატრიარქობის შანსი. ახლა ვიც რამდენია, ამას კრებაზე დავინახავთ რა ყველანი, რა ვიცი. სინოდის 3 აპრილის სხდომა მარტივი არ ყოფილა. ეს შედეგიდანაც კარგად ჩანს. ეპისკოპოსებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მთავარ საკითხზე. როგორ უნდა განმარტონ 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების ჩანაწერი. სწორედ ამ განმარტებაზეა დამოკიდებული მინიმუმ 2 გავლენიანი ეპისკოპოსის კანდიდატებად დასახელების საკითხი. მეუფეების, ისაიას და დანიელის არჩევნებში მონაწილეობა ისევ ბუნდოვანია. მოგვიყევით, რა მოხდა სხდომაზე, რატომ ვერ შედგა შეთანხმება? ასე არ დგას საკითხი. საკითხი დგას ასე, რომ დებულებაში წერია 200-ოვნად. გარკვეულწილად 200-ოვნად წერია და ანუ მანამდე საუბარი იყო იმაზე, რომ აი თქვათ როგორ უნდა გავსაზღვროთ ჩვენ 70 წლამდე თუ 70-დან თქვათ 71-მდე ზოგადად. აი ამაზე ასეთ მეუფე დანიელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მომავალ სინოდის ხდომაზე ჩვენ ამ საკითხს გავივლით. 1995 წლის დებულებით მღვდელმთავრად და წმინდა სინოდის წევრად არჩევისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა საღვთისმეტყველო განათლების ქონაა. ტერმინი დიპლომი აქ არ წერია. თუ მეუფე ისაია სინოდის წევრად აირჩიეს, გამოდის, რომ ის ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. შესაბამისად, თუ ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მას შეუძლია იყოს პატრიარქობის კანდიდატიც. თუ ნიქოზის ეპისკოპოსს საღვთისმეტყველო განათლების დიპლომის არქონის გამო დაბლოკავენ, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ყველა იმ ეპისკოპოსის არჩევის მართებულობა, რომელიც ილია მეორის სიცოცხლეში აკურთხეს და 10 წლეულებია სინოდის წევრები არიან. შეიძლება ის სულაც არ ქონდეს დამთავრებული სემინარია თუ აკადემია, მაგრამ ძალიან განათლებული იყოს. წლებია ეს ადამიანები, ეპისკოპოსები არიან. თუ ასეთი პრობლემა იყო, მაშინ აქამდე რატომ არ თქვეს ეს? მით უმეტეს, როცა შეიძლება რომ მთავრობაში მისთვის ეს არ იყოს დამავკოლებელი, მე მით უმეტეს იგი რატომ იქნება დამავკოლებელი. შაბათის ეთერის ინფორმაციით, თუ მეუფეებს, დანიელს და ისაიას კანდიდატებად წარდგენაზე უარს ეტყვიან, მაშინ საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს რუის ურბნისის ეპისკოპოსი იობი. 65 წლის მღვდელმთავარი პატრიარქ ილია მეორის ნათესავია. სნოში დაბადებული და გაზრდილი აქიაშვილი საპატრიარქოში ილია მეორემ 1982 წელს მიიყვანა და ეკონომოსის პოზიციაზე დანიშნა. 1988 წელს კი პატრიარქმა ის უკვე ბერად აკვეცა. ჯერ კანონმდებლებს უნდა მიმართოთ, რომ ის კანონები არ უნდა შექმნილიყო, ხო? თქვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა შექმნილიყო ის კანონი? თუ სამართო კანონები არ უნდა შეიქმნას, რა თქმა უნდა. უსამართლოა თუ არა, როდესაც გზის გადაკეტვის გამო და გამოხატვის თავისუფლების გამო ადამიანებს უშვებენ ციხეში. თქვენი აზრი გვინდა ამაზე მოვისმინოთ. ეგ უკვე საკითხავია, რამდენად უკანონო და მე მაშინ არა ვარ კომპეტენტური და ვერ ვკეთვით.
ეს ინტერვიუ ურბნისის მიტროპოლიტთან 2025 წლის ნოემბერშია ჩაწერილი. მაშინ შაბათის ეთერმა მას შეკითხვები აქციის მონაწილეების ცემაზე, წამებაზე, უკანონო ტყვეებზე, მათ შორის ზია ამაღლობელზე დაუსვა. თუ ის სიმართლე და კანონიერება ირღვევა ადამიანის უფლებების, მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა ხმა უნდა ამოვიღოთ და ვთქვათ სათქმელი. ზია ამაღლობელის ამბავს გაიგებდით. სილის გაწვრის გამოა ეს ქალი დაჭერილი. უკვე 300 დღეა. მეუფე. ხალბატონის მიმართ ჩვენ არ უნდა გქონდეს ეს დამოკიდებულება ახლა. მოძალადე სპეცრაზმელები, პოლიციელები არ დაუსჯიათ, არც ერთი დაჭერილი არ არის. აი, ჩემი ოპერატორი მაგალითად, გიორგი შეწირული, აი ჩაქოლეს, ფეხებით შედგნენ. არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. ერთ-ერთი წმინდანი ბრძანებს, ნეტარი ავგუსტინე, თუ ხელისუფლება სამართალს არ ემსახურებაო და სიმართლეს, ავაზაკთა ჯგუფი არის. აქედან გამომდინარე, მე უკვე ზოგადად თქვი, თუ სამართალს და სიმართლეს არ ემსახურება ეს ხელისუფლება, არის ავაზაკთა ჯგუფი. მიტროპოლიტ იობს არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ უჭირს მოვლენებისთვის სახელის დარქმევა. სწორედ ამ პრინციპული პოზიციით ინარჩუნებს ის ავტორიტეტს და გავლენებს. აი რას წერს სუსი მის დოსიეში. იქიდან გამომდინარე, რომ იაქიაშვილი ქართულ ეკლესიაში თავად წარმოადგენს ავტორიტეტულ ფიგურას, ფარველი როგორც ასეთი არ ჰყავს. ეს არ არის ერთადერთი ჩანაწერი პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატის პირადი დოსიედან, რომელსაც შაბათის ეთერმა სუსის ფაილებში მიაკვლია. სპეცსამსახურებმა ეძებეს და ვერ იპოვეს კომპრომატები. ეპისკოპოსი ვერც ოპოზიციის აქტივისტად შერაცხეს. ამჟამად იაქიაშვილი არსებული ხელისუფლების მიმართ განწყობილია ნეიტრალურად. თუმცა ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში გააჩნია კრიტიკული პოზიცია. ხელისუფლების წარმომადგენელთა თხოვნებს ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი არ ეწინააღმდეგება მის შეხედულებებს და პრინციპებს. მეუფე იობი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ქართული ოცნების ერთ-ერთი ღია მხარდამჭერი იყო. ის დადიოდა ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის შტაბებშიც კი. სუსი წერს, რომ მეუფე იობი საარჩევნო უბნებზე მორიგეობდა კიდეც, რომ 2012 წელს არჩევნები არავის გაეყალბებინა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ღიად აკრიტიკებდა პოლიტიკურ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მრევლს მოუწოდებდა მხარი დაეჭირათ კოალიცია ქართული ოცნებისთვის. ცნობილია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს ხაშურის რაიონში არსებულ საარჩევნო უბნებზე იაქიაშვილის დავალებით მთელი დღის განმავლობაში დადიოდნენ ამავე რაიონში მოღვაწე სასულიერო პირები, რომლებიც ცდილობდნენ საარჩევნო პროცესების გაკონტროლებას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ შესაძლო გაყალბებების პრევენციას. ურბნისის ეპისკოპოსს ოჯახი და შვილები არ ყავს. ერთადერთი დაც მონაზონია. დედა ნინო საპატრიარქოში მუშაობს. თქვენ პირადად რა განცდა დაგჭათ? დღეს გამოიკვეთა ვის სურს პატრიარქობისთვის ბრძოლაში ჩაერთოს? იყო არც მოსახდრის შესახებ არ ყოფილა საუბარი. მეუფე იობი მარტო არ არის. მას არა ერთი ეპისკოპოსი უჭერს მხარს და თუ არჩევნებში მეუფეები დანიელი და ისაია ვერ მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ მათი მხარდამჭერებიც სავარაუდოდ აქიაშვილის გვერდით დადგებიან. სპეცსამსახურებში შედგენილ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ მეუფე იობი არ უჭერს მხარს მოსაყდრე შიოს. იაქიაშვილმა თავდაპირველად დადებითად შეაფასა შემუჯირის მოსაყდრედ დადგენის ფაქტი, თუმცა მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის ხდომის შემდეგ იაქიაშვილის პოზიცია შეიცვალა და აცხადებს, რომ შემუჯირის პატრიარქად წარდგენის შემთხვევაში უარს იტყვის მის მხარდაჭერაზე. სინოდის ხდომის შემდეგ არც ერთი სავარაუდო კანდიდატი მედიასთან არ გამოჩენილა. მეუფე იობმა მრევლს დღეს ქადაგებით ტაძარში მიმართა, სადაც თქვა, რომ ახალი ეპოქა იწყება. დასრულდა კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა ირჩიეს ახალი კათოლიკოს პატრიარქი. მე მინდა გამიხსენო კირილე ათონელის წინასწარმეტყველება საქართველოსთან მიმართებაში, რომ ბოლო ჟამსო საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი იმპერია. ეს არ არის ფიზიკური გაგებით იმპერია და პოლიტიკური გაგებით. ეს არის სულიერი გაგებით, რომ საქართველოში შეიქმნება იმპერია სულიერი. რას ნიშნავს ეს იმპერია? ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დაინახავს
ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე ღვთის უდიდეს მადლს. და ჩვენ ერთმანეთში უნდა დავწუნდეთ, რომ სწორედ აი ეს პროცესები იწყება საქართველოში, აღდგენების პროცესი. პატრიარქის არჩევა სამებაში მოხდება. ამ დღეს იქ 2000 ადამიანი შეიკრიბება. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა შაბათის ეთერს უთხრა, რომ გაფართოებულ კრებაზე, სადაც პატრიარქობის კიდევ 2 კანდიდატი უნდა გამოარჩიონ, ზოგიერთს სიტყვით მიმართვის უფლებაც ექნება. ამ 2000 ადამიანს ექნება სათათბირო ხმის უფლება და არა ესე იგი არჩევა. ხო და ეს იმას ნიშნავს, გეტყვით, იმის შემდეგ რაც წარმოადგენს 3 კანდიდატს აი ამ გაფართოებული კრების წინაშე, რიგრიგობით უკვე რეგლამენტით, ძალიან მცირე იქნება ეს რეგლამენტი, მოვისმენთ ადამიანების აზრს ამ კანდიდატების შესახებ. ამ კრების მონაწილეებს სხვა არავითარი უფლება არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ თავისი აზრი გამოთქვან. და მეც ვიკითხე, რომ რა აქვს აზრი ამ კრების მოწვევას და მარტო თუ აზრი უნდა გამოთქვან. და აქვს აინც აზრი, იმიტომ რომ როდესაც ამ 3 კანდიდატს წარმოვადგენთ, გამოჩნდება ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ ეს ერთი და კიდევ მე არ გამოურიცხავ, რომ ჩვენ ამ კანდიდატებზე რაიმე ახალი შევიტყოთ. შეუძლია საერო პირქალსაც მიიღოს მონაწილეობა? სინოდის წევრი არ აქვს. სინოდის წევრი არა, ზოგადად კრების მონაწილეობა. კრების მონაწილეობაში შეუძლია და აზრით შეუძლია გამოთქვას, რა თქმა უნდა. და ქალებით შეიძლება იყოს. კი, პირდაპირ ითქვა ეს, რომ მამათა მონასტრებიდან და დედათა მონასტრებიდან, ანუ მონაზვნები თავისთავად იქნებიან და ერის ადამიანებს შორისაც მე არ გამოურიცხავ, რომ ქალებიც იყვნენ. ახლა მთავარი კითხვა, რა შეიცვლება მომდევნო 3 კვირაში? თუ გუშინ ვერ მოხერხდა ასაკთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლა, რომ 1995 წელს მიღებული დებულება შეეცვალათ, რა გარანტიაა, რომ 3 კვირაში გადაიფიქრებენ? იგივე შეგვიძლია ვთქვათ დიპლომებსაც. მით უფრო იმ ფონზე, რომ სინოდის წევრებად არჩეულ ეპისკოპოსთა ნაწილს საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომი უბრალოდ არ აქვს. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ასეთი პრობლემატური სინოდის ხდომა არ ყოფილა და არც ამ მემართულებით ყოფილა. აი ამ ძალიან ვრცელ, რა ქვია, მუხლებს განვიხილავდით ძირითადად. არა. კანდიდატები ცდილობენ დიდ კრებამდე ჟურნალისტებთან არ ილაპარაკონ. ყველა სათქმელს ამბიონიდან ამბობს. ერთმანეთს ასწავლე რომ მომწერა ყოველდღიდან როცა ვცდილობთ რომ თქვენ თვითონ ისე რა ქვია თქვენ რომ გახდეთ და იმას ვაშუქე რომ ესე იგი მაგალითად კი მოვცდილობთ რომ ვინ გახდეს და ვინ არ გახდეს ვილოცეთ იმისთვის რომ როგორი არის ღვთისნება როგორი არის ეს არის თავარი და თქვენს თქვენს მოსხოთ რომ ვილოცოთ ისე რომ აი როგორ არის ეს ღვთისნება გამარჯვებს თალმა ის ადამიანი რომელმაც აი ამ გოლგოთაზე უნდა აი ღვთისნებით უნდა ავიდეს ეს არ არის არაფერი სასიხარულო ამაში არაფერი არ არის ასე ვთქვათ ეს არის რაღაცა ისეთი ჯვარი რომელიც აი ადამიანს უხალმა უნდა და ალბათ თუ ეს ვისაც გააკეთებს ალბათ ამაზე არ უნდა თქვა ამ ქადაგებით მეუფე ისაიამ მრევლს ნიქოზის ეკლესიიდან მიმართა. ის ოკუპირებული ცხინვალის და ნიქოზის ეპისკოპოსია. ცხოვრობს აქ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს. მასზე უფრო მეტს ის ბავშვები ყვებიან, ვისაც მეუფე საეკლესიო სკოლაში თავად ასწავლის. ჩვენ ვართ ზემო ნიქოზის საკათედრო ტაძრის სკოლაში, რომელიც დაარსა ჩვენმა მეუფემ ისაია. ჩვენ შევსწავლეთ აქ გალობას, ხალხურ სიმღერებს, ასევე ბიბლიასაც შეგვასწავლიან, ხელნაკეთ ნივთებსაც. მარიამ ცალანს ნიქოზის ხელოვნების სკოლაში ასწავლეს ფანდურზე დაკვრა, სადაც კვირაში მინიმუმ 2 ჯერ გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოდის. ადვილი არის უბრალოდ, აი ფრჩხილებით უნდა დაუკრა და აქ უნდა დადო ხერები, აი ასე. და მე კიდევ დაუკრა. ცოტა სწრაფად კი უნდა დაუკრა უბრალოდ. ყოველდღე დადიხარ აქ? ხო, წესით. წესით რატო?
კვირაში 2 დღე მაქვს მარტო ფანდური. რა სწავლობ ხოლმე აქ ფანდურის გარდა თუ მხოლოდ ფანდურზე დადიხარ? აქ მუსიკასაც ვსწავლობ. შეიძლება ხატვაზეც მოვიდე ხოლმე ორშაბათის პარასკევობით. კარგად ხატავ? შეიძლება. ზემო ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები გვეუბნებიან, რომ მათი ცხოვრება მეუფე ისაიას დამსახურებით უფრო მრავალფეროვანი გახდა. ის აქ ამ შენობაში ბავშვებს ხატვას თავად ასწავლის. ნახატები ფურცელზე არ რჩება. ისინი ჯერ კომპიუტერში, სპეციალურ პროგრამაში შეყავთ და შემდეგ ანიმაციებად იქცევა. ეს სკოლა ძალიან კარგი გამოსავალი იყო, რომ ბავშვებს თავისუფალი დრო გაგვეტარებინა. მე პირადად 6 წლიდან აქ დავდივარ და ძალიან ბევრი რაღაც შევისწავლე, მუსიკაზე დავდიოდი, ცეკვაზე და რა ვიცი, ყველა მხრივ განვითარდით. თავიდან ფურცელზე ვხატავდით, შემდეგ უკვე გადაგქონდა და ანუ ანიმაციას უკვე კომპიუტერში ვქვნით და ვამონტაჟებდით. თქვენ თვითონ მასწავლებელი გვეხმარებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენც და ზოგჯერ მე უფეც ვხატავდა ხოლმე ჩვენ. თქვენ მოსწავლეებს? კი. მეც ვყავარ რამოდენიმეჯერ დახატული. მეუფე ისაიას ანიმაციებით გატაცება მისი ახალგაზრდობის წლებს უკავშირდება. ვიდრე თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარებდა და კინოფაკულტეტის სტუდენტი გახდებოდა, მუშაობდა კიდეც ამ მიმართულებით. ერთ-ერთ სტუდიაში, სადაც თანატოლებთან ერთად მულტფილმი ბაბილინა შექმნა. მე უნდა სურვილი რომ 2008 წლის ომის შემდეგ გაუჩნდა იდეა გაეკეთებინა ანიმაციური ფილმების ფესტივალი მსოფლიოში, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა გადაწვეს. ზემო ნიქოზში უკვე მე-12 ტარდება ფესტივალი, რომელსაც მხოლოდ ქართველი მონაწილეები არ ყავს. უცხოელები ჩამოდიან ხოლმე? კი, სულ უცხოელები არიან და რა ვიცი, სხვადასხვა ანიმაციები წარმოადგენენ ხოლმე და ამ ანიმაციებზე გველაპარაკებიან ხოლმე. სწორედ ნიქოზში გაატარა მთელი დღე სინოდის ხდომის წინ მეუფე ისაია. მაგრამ ის ახლა ინტერვიუებს ერიდება. მედიასთან ნიქოზის ეპისკოპოსი არ გამოჩენილა არც პარასკევს, როცა მღვდელმთავრები პატრიარქის სიკვდილის შემდეგ მეორედ შეიკრიბნენ საპატრიარქოში.